მოგესალმებით, სით არხის გამომწერებო. ჩამოვედით დღეს ისევ ბოდბეში სანადიროდ. ეს დღეები ძალიან წვიმდა. კარგი ნალექი მოვიდა კახეთში. იმაზე მეტი ნაწვიმი არის, ვიდრე საჭიროა, მაგრამ დრო გამოგვიჩნდა და თან დიდი ხანია. ძაღლი ამყოლია გამოყვანილი, მეც არ მინადირია და ვეცდებით, რომ დღეს მწყერზე ვინადიროთ. გვექნება კომბინირებული ნადირობა, დავიწყეთ უწყერით, მერე გადავალთ ქედანზე და ნახოთ როგორი ნადირობა გამოგვია რა. მეტად სისველია, ვიდრე მოველოდით, როგორც გითხარით წეღან, გვაქვს იმის იმედი, რომ იქნება რამე გადამფრენი ფრინველი დაჯდა ამ წვიმების გამო და ნახოთ როგორი ნადირობა გამოგვია რა. აბადროებით დანარჩენს, მერე ვიდეოში ავსახ. ნინა ისევ ისე ზის, გველოდება. Okay, წავიდან. ვარ სამი კაცი, ისევ გიგამ დაგვპატიჟა ბოდბეში, ბოდბის ტერიტორიაზე. ნინა, ალმა, მე და ბესო. ნახოთ, რავი, მაგარი ნაწვიმი კი არის, მაგრამ რო თქვა, რომ ძალიან სისველია და სიარული ჭის, ეგრე არ არის. ნორმალურია რა, წაი სიგრილე გვაქვს. და ნახოთ, აბა იქნება გაგვიმართოს და რამე ფრინველი შევიხვედროთ რა. ინა კარგი დასვენებულია. დაახლოებით ერთ კვირაზე ცოტა მეტი 10 დღემდე არ ყოფილა სანადიროდ და რავი, ძალიან კარგი ენერგიაზეა. ნახოთ, აბა რაღაცაზე მუშაობენ ორივე დები. Nina, stop! Opa! Nachher aport! Oi! Čak, argi goguek. Aport, Nina! Შვენი ცოტა შორი იყო, მაგრამ ნახე მანდარი გოგო, მიდი. ნინა აპორტ. შორია, აი ეგრე ყოჩა. ნახე. აპორტ ნინა. ნახე მანდარი. აკავ რა, ყოჩა. კარგი გოგო, მოდი ჩემ. ბრავო ნინა. კარგი გოგო, ყოჩა. აკავ. მოდი ჩემ. ჩემთან მომწე. ყოჩა. ოპ. კაი გიყო. შვენი. ჰა? უფრო გნოლია. ეს ერთი და სხვა მრავალი. იდეალმა არ გაგექცეს. რაღაცას უტრიალებს. ვა, თავბრდა ახვიეს რა, არის ამდენი ხანი. ესო ცოტა ამოიწიმოდი. არა, შეება უკანა ხარ და მაქეთ რო წამოვიდეს ვერ ვისვი. არა, ხო და ესე რო წამოვიდეს მე ხო ვერ ვისვი და. მიდი ნინა, მიდი, რაღაცას უტრიალებენ დიდი ხანია. ნაბულზია, მერე მიდი მაგას კი. მიდი, ნაბულზია წინ. წინ, მიდი. აი, ეხა სეკუნდირებაზე, მიდი. მიდი, აი ხარი. მიდი ალმა. აი ეგ ხარი. ძაღლს კი ხედავს წერი სად არის თო. მოდი ალმა აქ არის, მოდი. ალმა. მოდი აქ არის, აი ალმა. აი ხედავ, მოიცა გაჩერე, ხედავ. მერე, ეცი გიგა. აპორტ. დაიჭირე. სველია და არ ფრინდება. არა, დაჭერე. ალმა მოდი აქ, ალმა. ეცა ვიდეოს გადავა. ალმა მოდი ნახე რა, თავხედურად ზის და არ ინძრევა. ერთიც, კიდე, მიდი ბესო. მეტი რა გაკეთე, მიდი. რაღაცას მიყვება და არა მოეშვა.
მიდი გოგო. ნიავი იქიდან ხო არა გვაქვს, ესე მუშაობენ და უკინდანა აქვს, ხო? ხო. ვერ ვიგძენი. ინასტაობ ეს სადღაც ნაბულზია და ვერ ხედავ. ბიპერი უნდა წამომეღო რა. ხო, ხედავ ეგერ არის. წამო ნინა აქეთ, წამ მოტრიალდი. მოდი. კარგი გოგო. ელა. მიდი. რავა. ტრილად მაკეთ თუ წამოვა არ ვის. ოჩაღალ. ხედავდი ბესო. ოჩაღალ. კარგი გო, დაანები თან. ნუ ეუნები არაფერს. არა, დაგება იცხოვე და ყურე ჩემთან. მიდი ბესო. ბესო მიდი. შენ წინ არის დროზე მიდი. ოჩაღნინა, სტოპ. გიგა დააზღვიე რა მაინც. წინ. რომელმა ისროლა? იმა დაბრა იყო აქ ძალიან ვერ ვესროლა. ხო. კარგი გოგო, ოჩა. ჩემთან, მოდი. ნინა, სტოპ. რატო რა ტეხავს ეცი მიდია ეცი წინ მიდი ეცი ოჩა, კარგი გო. აპორტნინა. კარგი გო. ჩემთან ელა რა. ჩემთან მომეცე. თქვენ ისე კარგად საუბრობთ, ეხლა თერმოსი ტყავა რომ მქონდეს. ალაფლო. ერთი ისე თემას მინდა ახლა შევეხო აი როდესაც ლეკვის აყვანა უნდათ და ფიქრობენ ძუ აიყვანონ თუ ხვადი აიყვანონ რა განსხვავება არის მაგ სიტუაციაში ნუ გარდა იმისა რომ შეიძლება ვიღაცას აუცილებლად ხვადით მუშაობა მოწონდეს ან პირობები არ ქონდეს იმისი რომ ძუ შეინახოს და ურჩევნია ხვადი ყავდეს უფრო მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ძაღლს, რომელსაც აქვს ის პერიოდი, ციკლს რო ეძახიან და ოდიში ჟარგონზე რუსულად წეჩკას რასაც ეძახიან, ყველასთვის გასაგები რო იყოს, რომ თითქოს ძაღლი მაგ პერიოდში არ ნადირობს, ძუძაღზე მაგ ლაპარაკი არ ნადირობს. ეგ მითი მინდა დავარღვიო იმ ხრივ, რომ ეხლა ნინას ამ წუთას აქვს ეგ პერიოდი, როდესაც უწევს შეჯვარება, ანუ ეს სისხლისდენა როცა იწყება ეს სისხლისდენა შეიძლება იყოს ერთდღიანი, 3 დღე, 5 დღე,
7 დღე შეიძლება 1 თვეც იყოს. ამაში ცუდი ისაა, რომ თუ ამ პერიოდში ძაღლს გამოვიყვანთ სანადიროდ, იმინდორს სადაც ზუინადირებს, შემდეგ თუ ხვაც გაიყვან, დიდი ალბათობით შეიძლება რომ ცოტა გონება აურიოს რა. თორე როგორც კი ეს სისხლდენის დღეები შეჩერდება და სისხლდენა აულაგდება, ძაღლი ჩვეულებრივად ნადირობს რა. ეხლა ნინას დაახლოებით 5-6 დღე ქონდა ეგ დენა, იმის შემდეგ გაუჩერდა და რავი, არც ყნოსვა აქვს დაკარგული, არც დისკომფორტი არ აქვს, არც ტემპი აქვს დაგდებული. ანუ იმის შიში რომ ძაღლს როცა ეს პერიოდი აქვს რომ არ ინადირებს, რამე პრობლემა იქნება, ეგეთი რამე აი ჩემ პრაქტიკიდან არ არსებობს. თუ კარგი სისხლების არის ძაღლი, კარგად გაწუხნილია, დაგეშლია ყველა სიტუაციაში, ამ სიტუაციაში ინადირებს რა. ერთადერთი ვიმეორებ, რომ როცა ეს განსაკუთრებული დღეებია, როცა სისხლდის, ეს არის მოსარიდებელი იმ ხრივ, რომ ხვადებს არ აურიოს გონება და იმინდორში სადაც ინადირებს, ამ სისხლის კვალმა სხვა ძაღლმა რო გაიაროს, ტვინი არ აურიოს, ეგ პრობლემაა მხოლოდ, თორე დანარჩენი რომ ყნოსვას კარგავს, არ ინადირებს, ან რაღაცა ეგეთ რამე ჩემ პრაქტიკაში კიდე გეუბნებით, რომ არ არსებობს რა. ერთი კვირის განმავლობაში ნინამ ყავდა იზოლირებული სხვა გარე პირობიდან, რომ არ მომხდარიყო დაუგეგმავი შეჯვარება, რავი, დღეს გამოვიყვანე და ჩვეულებრივად ნადირობს რა. ასე რომ სწორად გაასაზღვრეთ, ვინც ლეკვის აყვანა გინდათ, თუ რა პირობებში გეყოლებათ, ბრძოლ ლეკვი იქნება თუ ხვადი ლეკვი იქნება, სამომავლო გაზრდისთვის ეგ ამთავარი განსასაზღვრეთ, თორე ის რომ ინადირებს, არ ინადირებს ამ პერიოდში, ეგ პრობლემა არ არის რა. კი, რავი, მშვენიერ მანძილებს ფარავენ, არა კარგად გადიან. ჰა? ეხლა ჩართული ვარ. ნახე, იმის გარდა რომ ამინდის უწყობთ ხელს რა. კაი ნამია, მაგრამ ისეთი წვიმა, რაც ნაწვიმი იყო, ეგეთი სველიც არ არის ნიადაგი რა. კაი ვქენით რომ პროგნოზს ვენდეთ. ცოტა ცდომილება გქონდა, მაგრამ სასიამოვნო სანადირო გარემოა ჩემო ძვირფასო მაყურებელო და იმედია ცოტა მეტი მწყერით შეგვხვდება. თუ არა და მშვენიერი გამოსვლა გამოგვივა მაინც, იმიტომ რომ ამდენი ხანია არ გაგვივლია ბუნებაში. ყველას ძალიან მაინტერესებს გიგა ქედანი. რასაც ქვია ის გარეული ტრედი არა, კონკრეტულად ქედანზე გვაქვს ამის შემდეგ ნადირობა დაგეგმილი რა. როგორც კი მწყერზე მოვჩებით დაახლოებით კიდე 1 საათი ვივლით, მერე გადავიწყობით ქედანზე რა. ნუ ტოვებთ ხალხო ვაზნებს, ძნელია, ეს მოგაქვს სავსე, დატენილი, დამუხტული თუ რაც ქვია და აი შეიძლება ნახევრად ავტომატური გაქვს. ვერ აიღო, მაგრამ აი ესეთ ხელმინდორში როგორ ვერ უნდა იპოვო შენი ნასროლი ვაზნა რა. აიღე და ჩაიდე რა. მიდი ბულაჭ, მიდი გაურბის. ხო არ გათხოვო, მე ორი დვაზა მაქვს, გიგა. ოჩა. ხო და თუ მიხვედი ძაღლთან და ძაღლთან კი არ მწყერთან თუ მიხვედი და აიღე ძაღლი რაღაცგინა. მე იგით ვიდივარ შენთან. ჩემთან გინა. მომიტანე. არ შეგიცვლი, ნუ გეშინია. ოპა. მიხაილოვიჩ. მიაწოდე რა. რა სვაკეთე, მე რა იტყვი რომ ჩემი არხის გამომწერება. შვენივრად მიდის ნადირობა. ზუსტად დაახლოებით ზუსტად 40-50 წუთია ნადირობ და ცოტა ფინტველი შევიხვედეთ რა. საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა რაოდენობას. ძაღლები მუშაობენ, ცოტა ფინტველი ამოდის. ასე რომ ვინც
ამ დღეებში დააკვირდით ამინს როგორც გიწვიმებს კარგად და მე გამოიდარებს. შეგიძლიათ გახვიდეთ და დილის ნადირობას რაც ქვია ფრინველს შეიხვედრებთ რა. ჯერჯერობით ფრინველი არის. ანუ ისეთ სიცივე არ არის რომ ფრინველს გაჩერების პირობა არ ქონდეს რა. არ დაგავიწევთ ღილაკი და გამოიწერით არხი. მინდა გიგა. ოჩაღალ. გაზღვევ გიგა. ალმა მოტრიალდი მოდია. მოიცა გაურბის იქნა. ცოტა მუშაობს. ნინაც ნაბულზე. ნინაც ნაბულზე. ოსა გავშენ. ნინაც ნაბულზე. აგერა ხო. ოჩა, წავიდა. კაც კაი ნასიარულებია. ესე შევიწევი, თუ არ გეწყინებოთ, ბიჭებო. აგე. ჩემი. ჩამოვარდა. 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 წამონინ. მოდინა. ნახე მანდარინი. აპორტ. ოჩა, კარგი. აპორტ, ჩემთან. მოდი. ბრავონი, ოჩა. ჩემთან. აჰა. რა ჯობია? მაგი კიდე მიუბრუნდა მაგან. წამ, ოჩა. ზაღლები თუ გიშველი თქვენ თორე მალადე სალმა აბა იცი ზაღლმა თქვენი ამბავი ეკონომია შვენი ამდიხარ რას მიყვები გო სადა ხარ ნინა აქეთა ვარ ყურადღებით მე კიდე მეგონა რომ ნაბულზე იყავი ძევოჩკა წავიდე მიდი წინ გაგექცევა წინ მიდი წინ მიდი წინ ნინა გარბის ნინა მიყევი
მიდი გოგო. სად მოვიდა შენ? ფუ, შენი ყოჩანი. ფუ, როგორ ვერ დავინახე. არა, ძაღლი მიყვებოდა და ვერ დავინახე. მოდი ახლა, აქ ნახე. მიდი ნახე. რაღაც იყნოსაც ახლა. სიულად. აი მათთვის რა ვინც დამწყებები ხართ და ძაღლს გეშავთ და წუთნას იწყებთ აი ესე დროს, ოდესაც მთელი გონებით, მთელი ყურადღებით ჩართულია, გადართულია და რამეს ეძებს, აღარ ჭირდება. აბა ნახე, მიდი. არ პირიქით რა ამ დროს სულ ამბობ ჩემ სხვა ვიდეოებშიც რომ გონება პირიქით ერევა ყველა თითოეული სიტყვა თქვენთვის, თქვენგან ნათქვამი მისი გონების წამიერ გამოთიშვას ნიშნავს და თქვენზე გადმორთვას. და არა, აცადეთ ბოლომდე ენდეთ თქვენ ძაღლებს და თვითონ დაამუშავებს იმ მოდი ახლოს კვალსა თუ ფრინველსა რაზეც უნი აიღო რა და თუ ნაბულზეა მარტო ბრძანება უნდა მიცე რომ გადავიდეს და ამოიყვანოს და თუ ნანახი აქვს ფრინველი რაღაც თუ და ნახე ათ უნდა მუშაობს რა ძაღლი ჩართულია გონება თვალი ყური ცხვირი ყველაფერი გადართულია იმ ფრინველის პონაზე და თქვენი აქედან კიდე ზემოდან დამატებით ამდენი ემოციებით ძახილი ჩემი აზრით არ არის გამართლებული რა. რა ვერ ანინ? წავით. Хочу. Сатари. Цин. Иди. Хочу. Иди. Цин. Цин. О, сега иди. Как их цин. Цин. 오, 라스가 미세하겠다. 와, 어쩌. 어쩌니. აპორტ. შეგი სადამდე აწვალა რა. კარგი გოგო. აპორტ. შეგი როგორ გარბოდა, საიდან მოყვა და ძალიან ბოლოს მომიტანე გოგო. აქ ვარ ნინა. ოჩ. კარზე დავდივართ რა და ნიავი ძალიან გვეხმარება. მომეც. ოჩ. ო, რამხელა. ხო. შვენიერი დედალი. კარგი გოგო. ცოტა უხერხული სასიარულო კი არის. ბოტები ლაფით ლაფში იფლობა, მაგრამ ნიავი გვაქვს წინიდან და ამიტომ ჯობია ვიწოლოთ და ვიაროთ ძაღლს უადვილებ. მუშაობა სუნს კარგად იღებს. თან არაფერსაც ვარ ვაზიანებ, დაუღებელი მზეს უმზირა. ჩვეულებრივად შვიდად დავდივარ, ასე რომ შეიძლება აქ სიარული. ისევ აი ნახე.
კარიდან ოჩა მიდი ნინა წინ გაგირბის მიდი წინ დროზე ოჩა წამოვიღოთ ჩამოვარდეთ ეგ ჩამოვარდნილია ბოთი მიდი ოჩა წინ მიდი გარბის მაგარი ოახთან რა ცუდი დასანახია ალლაჰი მაგარი ოჩა მიდი ნახე და კარგი ეგა ოჩა მიდი კარგი მიდი წინ მიდი პარი რა წინ ოჩა ნინა მომეც ჩემთან ოპა შენიერი აი საღარო ჩამოვარდა სევიდან დავდექი ვითომ ბალახის გამო გაგირბის ნინა მიდი ძნელი იქნება წინ მიდი გარბის გოგო მიდი წინ მიდი ნინა ხელაზე რა ვარ გარბის რა კარგი ოჩა აპორტ არა ეგ არა მიდი აპორტ ნინა იპოვე ნახე მიდი მანდარი მიდი ყოჩა ალმა ყოჩა აპორტ ბოდი ოჩ კარგი გოგო ბიჭო რამ ხელა მწყერია არ გარბის იმენა ფეხები ტალახით აქვს ალეს ოჩახნი ოკეი მიდი გიგა ყავს მაგას ქარია წინიდან და წინ თქო უთხარი და ამოგიღო ოჩა აი ეს მომეწონა რა წელზე ნადირობა შედგა ნორმალურად მოვინადირე არ ვიცი ოჩა გიგა ზუსტად რა რაოდენობა ავიღეთ უკვე ვამთავრეთ წელზე ნადირობას უკვე დროა რომ ქედანზე გადავინაცვლოთ და ნახოთ აბა ქედანზე ნადირობასაც გადავიღებ ნახოთ რა გამოგვივა აბა რა სიტყვით გიგა როგორი კმაყოფილი ხარ 1 ოქტომბერია და რა ვიცი შვენიერი ნადირობა იყო დილის ჯერ არ მორჩენილი ვართ მაგრამ წელზე შვენიერი ნადირობა იყო და დანარჩენი საღამოს ვნახოთ ესო შენ კმაყოფილი ხარ რა გესიამოვნე რა მოგეწონა ზაღლების მუშაობა პირველ რიგში ზაღლების მუშაობა ყოველთვის ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას მაგაზე რომ თავარია ჩვენთვის ზაღლები როგორ იმუშავებენ თორე არც ერთმა არ ვიცით რამდენი ყავს მონადირებული არც ვეჭვით რა მოკლედ ამით წყარზე ნადირობა დღეს დილით მოვჩით გიგა შერჩეული აქვს რამოდენიმე თუ ერთი ადგილი სადაც კარგად მოძრაობს ქედანი გადავინაცვლოთ ახლა ქედანზე განვაახლებთ ვაზნებს გადავართ ცოტა მსხვილებზე და ნახოთ აბა ქედანზე ნადირობა როგორ გამოგვივა
აბა დროებით. სამყარო